Რას პირველ წელს თქვენ იცით შეწყდა სამეფო ბაგრატიონთა და აი მის შემდეგ ოცნება იყო ქართველი ხალხისა რომ აღგვედგინა ეს უძველესი ღვთისმურთქეული დინასტია და აი ზოგიერთი გამოთქვამს ასე დააზრდსაც რომ საქართველოში უნდა იყოს კონსტიტუციური მონარქია. მე გეტყვით რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას რომ მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ეს არის მეფე არის გარანტი ქვეყნის მთლიანობისა და ყოველი ადამიანის დაცვისა და შეიძლება მომავალში ქართველმა ხალხმა იფიქროს ამის შესახებაც და როცა ჩვენ ვამბობთ კონსტიტუციურ მონარქიაზე ჩვენ ვიცით და ვხედავთ სხვა მაგალითებზე რომ სტაბილური ქვეყანა აიღოთ თუნდაც დიდი ბრიტანეთი, აიღოთ ესპანეთი, მაგრამ კრიტიკულ მდგომარეობის დროს მეფე ძალაუფლებას იღებს თავის ხელში, როგორც ეს მოხდა ესპანეთში, როცა შეთქმულება მოხდა პარლამენტში და დაამშვიდა ქვეყანა. უნდა ითქვას რომ ეს არ არის უბრალო საქმე. უნდა მზად იყოს ქართველი ხალხი იმისათვის რომ ეს წყობა მიიღოს და უნდა იყოს გამორჩეული ბაგრატიონთაგან ადამიანი უნდა აღზარდოთ. მე ამას ვამბობ იმისათვის რომ დღეს ისეთი პირობებია როცა ქართველი ხალხის ეს ოცნება შეიძლება განხორციელდეს და ჩვენ შევთხოვთ უფალს რომ უფლისნება იყოს ყველაფერი, იყოს ნება ღვთისა რომ საქართველო გაძლიერდეს, საქართველო გამშვიდეს, საქართველო გამთლიანდეს და თუ ეს მოხდება ასეთი გზით ჩვენ მადლობას ვწირავთ, შევწირავთ უფალს. მე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ რომ საქართველო დიდი მადლით მოცულია. ქართველი ადამიანი და ის ხალხი ვინც ცხოვრობს საქართველოში იმ ხალხს ვინც ცხოვრობს საქართველოში ეს იქნება ქართველი თუ ოსი თუ ბერძენი თუ რუსი და სხვადასხვა ერების წარმომადგენლები საქართველოში მადლი სულისა წმინდისა ეფინება ერთ
ერთნაირად, იმიტომ რომ წყალობა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა დიდია საქართველოსა ზედა. მე კიდევ ერთხელ მინდა რომ ყოველმა ჩვენთაგანმა იფიქროს იმის შესახებ, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ან ჩვენი თავისთვის ან სამშობლოსათვის. ყოველი ადამიანი მოსულია გარკვეული მისიით და ეს მისია, ეს ჯვარი ბოლომდე უნდა მიიტანოს ადამიანმა. მე შევთხოვ უფალს, რომ მშვიდობა სუფევდეს საქართველოში, ერთსულოვნება სუფევდეს საქართველოში და ღმერთმა ინებოს, რომ თუ ეს იქნება ნება ღვთისა, აღდგეს საქართველოს კონსტიტუციური მონარქია. თუ ეს ნება ღვთისა, ბევრია დამოკიდებული თვითონ ჩვენზე, ბევრია დამოკიდებული ხალხზე. პირველეს ყოვლისა ერთმანეთს უნდა გაუგოთ, ერთმანეთის უნდა გვწამდეს, უნდა სიკეთე ვაკეთოთ ერთმანეთისთვის და ეს სიკეთე დაგვიბრუნდება ჩვენ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს მოციქულის სიტყვები, რომ ყოველი ხელისუფლება ღვთისაგანაა, ამიტომ ღვთის ნება იყოს ჩვენს საქართველოზე. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა თქვენ და სრულიად საქართველო. ჩვენთან აღს ღმერთი.